საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. ქარელის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინ მწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა. გამოცხადდა ექსტერნების რეგისტრაციის შესახებ გამოიცა ბრძანება, რომელთაც განისაზღვრა რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების თარიღი. ექსტერნების რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა დღევანდელი დღიდან 13 მარტის ჩათვლით პერიოდი, ხოლო გამოცდების ჩატარების ვადად 17 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდი. ექსტერნებზე რეგისტრაცია შეუძლიათ ექსტერნის გამოცდაზე პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით აპლიკანტებს. ჩატარდება შემდგომ ცენტრალიზებული გამოცდაც მე-12 კლასელებისთვის, მე-12 კლასის საშუალო საფეხურის დასაძლევად. მოგეხსენება, ცენტრალიზებული გამოცდები 5 საგანში ტარდება: ქართული, მათემატიკა, ისტორია, პირველი უცხო ენა და მოქალაქეობა ამ საგნებში. დანარჩენ ჯერ უკვე დღეს უკვე დაიწყო რეგისტრაცია, ჯერ არავინ შემოსულა ჩვენთან, აპლიკანტი არ დარეგისტრირებულა. ვადა 13 მარტის ჩათვლით არის და მოვლენ ესე რომ ყოველთვის რამდენჯერაც გამოიცემა ხოლმე ექსტერნის ბრძანება, გამოვა იმდენჯერ მინიმუმ 20 აპლიკანტი ყოველთვის შემოდის დასარეგისტრირებლად. მით უმეტეს ეს პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით არის.